მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ჩვენს საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მეც მათ შორის ძალიან ახალგაზრდა ასაკში მომცა შესაძლებლობა პოლიტიკაში პირველი ნაბიჯები გადამედგა და რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკაში, ასევე მათ შორის ცხოვრებაშიც ეს გახლავთ ჩვენთვის პირადი მაგალითის მომცემი, სამშობლოს უამრავი სიყვარულის, თავდადების, თავგანწირვის და რა თქმა უნდა, ის მაგალითი მოგცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენ კეთილსინდისიერად ვემსახუროთ ხალხს. ზუსტად ვერაფერს გეტყვით, თუმცა შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას ფიქრობს ახლა თორნიკე რიჟვაძე პოლიტიკაში მის მიერ გადადგმულ პირველ თუ ბოლო ნაბიჯებზე და თავად ბიძინა ივანიშვილზე, როგორც სამშობლოსთვის თავგანწირვის მაგალითზე. ამ სიტყვებიდან რამდენიმე თვეში რეჟიმის მიერ შექმნილმა აუტანელმა კლიმატმა აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რა მდგომარეობაშიც არის. მე მას ჯანმრთელობას ვუსურვებ და ვუსურვებ, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში მოყვეს, თუ როგორ მივიდა, თუ მიიყვანეს აქამდე. მარტო რევოლუცია არ ჭამს თავის შვილებს. ტოტალიტარიზმიც ჭამს თავის შვილებს. რა შეიძლება ისწავლონ რიჟვაძის მაგალითზე რეჟიმის სხვა შვილებმა? როცა რეჟიმი საკუთარი შვილების ჭამას იწყებს, უნდა ვიცოდეთ, რომ ის ძალიან ახლოს არის თვითგანადგურებასთან. თუმცა სანამ ბოლომდე დაისამარებს თავს, მანამდე ბევრ შვილს შეჭამს. ამ დაგვარ სისტემებში, რომლებიც ტოტალიტარიზმის სახით არის ცნობილი და ჩვენ ნათლად გვაქვს ბიძინა ივანიშვილისეული ავტოკრატიის ტოტალიტარიზმისკენ დეგრადაცია, დეგენერაციის გზა წარმოდგენილი ბოლო 2 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში უკვე აბსოლუტურად ის ნათლად გამოჩნდა. ამ დაგვარ სისტემაში დაცული არავინ არ არის და რაც უფრო ახლოს ხარ ძალაუფლების წყაროსთან, მით უფრო საფრთხეა შენთვის მდგომარეობა. ეს ოქროს წესი არის ამ დაგვარი სისტემების. დაცული აქ არავინ არ არის. როგორც ჩანს, დაცულები არც უკვე წამოსულები არიან და არც შიგნით დარჩენილები. რეჟიმის სისასტიკე ყველას ერთნაირად მიადგება. ზოგს უფრო ადრე, ზოგს კი შედარებით გვიან. ზოგს პირდაპირ დაიჭერენ რომეო მიქაუტაძის მსგავსად. ზოგთან კი სხვანაირად შეეცდებიან დალაგებას. ამ დალაგების პროცესს ზოგი გაუძლებს, ზოგი ვერა. ეხლა ყინჩად მყოფ ახალგაზრდა ნეოკომკავშირლებს ბიძინას ოცნების ქართული კოშმარისაც შევახსენებ. ერთ ძალიან საინტერესო ფაქტს. 1953 სტალინის სიკვდილამდე საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ЧК, ოგპ, NKVD, NKGB-ს ყველა ხელმძღვანელი დახვრეტილია მისი პოლიტიკური მემკვიდრეების მიერ. როდესაც იმპროვიზირებულ საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფები, რასაც დაემართა ბიძინას ოცნება ქართული კოშმარი ბოლო 2 წელიწადზე მეტი ხნის თავისი დინამიკით, გაქ ერთი ვარჯი არჩევანი. ან დარჩე ამ სისტემის შიგნით და განვითარდე სტენფორდის ექსპერიმენტის საცდელი ვირთხასავით, ან გამოვიხვიდე იქიდან და გააცნობიერო თუ რა კარგი არის პარანოიდალობის მიღმა ცხოვრება. დიქტატურის ამ პარანოიდალურ ფაზაში არავინ არავის ეინდობა, მაგრამ გადარჩენა არც ნდობაშია და არც უნდობლობაში. სიფრთხილე აქ არაფრის გარანტია არ არის. იმისთვის რომ რეჟიმმა არ გადაგიყოლოთ, აღარაფერია საკმარისი. სულ რომ მონობიდან ერბ თაყვანისმცემლობაზე გადახვიდეთ, თავს დაცულად მაინც ვერავინ იგრძნობს. რაღაც დროის შემდეგ კი აქედან გამოსვლაც შეუძლებელია. გამოსვლა არასდროს არ არის ადგილი და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მეორე მხრივ ჩემს მიერ ნახევსენები ლენინ, სტალინისეული, მერე ხრუშჩოვ ბრეჟნევისაც. რა თქმა უნდა, სისტემა ყოველთვის აგებულია კომპრომატებზე და იმაზე, თუ შენ როგორ დაგიმორჩილოს სისტემამ და შენ საჭიროების შემთხვევაში გაგანადგუროს. ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ საბჭოთა კავშირში ვინც იბადებოდა, ვერ იყო თავისუფალი, იმიტომ რომ კრიმინალიზაციას ნებისმიერ შემთხვევაში ახდენდა სახელმწიფო აპარატის შენსას. ნებისმიერი პირის, ნებისმიერი ადამიანის იმ სისტემაში შესაძლებელი იყო კრიმინალიზაცია. იგივე გზაზე არის დაყენებული, შეყენებული ყავს საქართველოს აი ამ დაჯგუფებას. მას უნდა რომ პრაქტიკულად ყველა ადამიანი შიში აცხოვროს და ამ სისტემის ჩამოყალიბება საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფების, აი ამ ჯგუფის, ამ შიდა სტენფორდის ექსპერიმენტულ რეალობაში შეყრის და შეგდების გარეშე ვერ ხდება. ეს არ ხდება.
ეს შეუძლებელი. გამოსვლა გაცილებით ძნელია. 2020 წელს სხვა რეალობა იყო. როდესაც შიდა მოძრაობები იყო ბიძინა ივანიშვილის გვერდით. გიორგი გახარიამ მოახერხა გამოსვლა. მაგრამ გიორგი გახარიას ეს გამოვიდა 2021 წლებში. ბატონებო და ქალბატონებო, ვინც ბიძინას ოცნების ქართულ კოშმარში ხართ ახლა. ახლა 2025 წელია. სხვა რეალობა საქმე ცუდათაა და თქვენი საქმე განსაკუთრებით ცუდად არის. დამიჯერეთ. თუმცა როგორც ირკვევა, ბოლომდე უმტკივნეულოდ არც გახარიას გამოუვიდა. წლების შემდეგ რეჟიმი მის დანაშაულებს იკვლევს. 2019 წლის 20 ივნისის დანაშაულებრივი სურათი უნდა აღადგინოს თურმე გამოძიებამ. 6 წლის შემდეგ ჩორჩანაშიც მილიონი კვადრატული მეტრი მიწის დაკარგვა ყოფილ პრემიერს შეეტენა. მერე რომ პროპაგანდა წლებია გვიმტკიცებდა, რომ ოცნების პირობებში 1 მეტრი მიწაც არ დაუკარგავს ქვეყანას. ახლა გახარიას გაშავება უფრო დიდი სიკეთეა რეჟიმისთვის, ვიდრე მათი ეს პროპაგანდისტული ნარატივი. ხოცე რა გადავედით არ დამისწრებთ. მე გადავწყვიტე რომ გავსვამთ კითხვებს. აბა დამშვიდდი. გადაწყვიტეთ რომ კი. ავით. კითხვებს ვსვამთ. ადაბა. გახარია იქეთ იყოს და სად არიან ყოფილი ძალოვნები. ჯერ დასანქცირებულები, მერე დაჯილდოებულები და მერე თანამდებობიდან მოხსნილები. გახარია რომ უკანონოდ არბევდა 20 ივნისს ხარება სად იყო მაგ დროს, მისი მოადგილეები და დანარჩენი ძალოვნები არც ერთი რომ აღარ არის თანამდებობაზე, ნეტამ შვიდად გრძნობენ თავს. ორდენი გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, პოლიციის გენერალ-მაიორ შალვა ბედოიძეს. საქართველოს სახელმწიფო ჯილდო ღირსების ორდენი გადაეცემა პოლიციის პოლკოვნიკ მირზა კეზევაძეს. სად არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ლილუაშვილი? როგორც ამბობენ, რიჟვაძის საქმე მასთან დაახლოების შემდეგ წავიდა უკან. როგორ მოხდა რიჟვაძე აი ესე მაღალ ოლიმპზე, როცა რომ მას არც პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა, არც ბიზნესში გამოცდილება ჰქონდა და სრულიად მოულოდნელად კაცი ადამიანი გახდა აჭარის მთავრობის მეთაური, ხო? არავინ არ იცნობდა მას. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა შუახევ ხესის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო და მე არაერთი ის მქონდა აქცია, საპროტესტო აქცია და მაგალითად ოჯახებს თუ ეკუთვნოდა 50000 ლარი, რიჟვაძე ყველანაირად ცდილობდა რომ 5000 ლარამდე ჩამოეყვანა ციფრი და გაესტუმრებინა, ხო? ეს მოეწონა ელოშვილს. ელოშვილი იყო ილია ელოშვილი, რომელმაც თავი მოიკლა სხვათა შორის შემდგომში. ძალიან დაახლოებული პირი იყო კალაძესთან. კალაძე იყო ენერგეტიკის მინისტრი და ელოშვილმა წარუდგინა კალაძეს, რომ აი ამ ადამიანების დამსახურებით ჩვენ ბევრი პრობლემები ხალხთან ურთიერთობის მოვაგვარეთ, თანხებით შევზღუდეთ და ეს რიჟვაძე გადმოიყვანეს აი აქ. და რამოდენიმე ხანში ის დაინიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ. შემდეგ პატრონაჟობა კალაძის შემდეგ კალაძესთან მას მოუვიდა რაღაცა ურთიერთობის, ასე ვთქვათ, ოდნავ გაფუჭება და შემდეგ მისი პატრონაჟობა აიღო ბატონმა ლილუაშვილმა. აი იმ დღიდან უკვე თორნიკე რიჟვაძემ, ასე ვთქვათ, მე თქვი და გავიმეორებ, ფრთები გაშალა. ის უკვე აღარავის არ ცნობდა და ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც მას სურდა. თვით აპარატშიც და აი აქ თანამშრომლებსაც კი არაფრად არ თვლი და ისე ეკწეოდა და მან იფიქრა რომ ამით მას უკვე ხელშეუხებლობის იმუნიტეტი ქონდა არა მარტო ლილუაშვილთან, არამედ ივანიშვილთან და აკეთებდა იმას, რაც არ უნდა გაეკეთებია და რამაც მიიყვანა იმ შედეგებამდე, რაც შედეგი გვაქვს. ვინ რა შედეგამდე მივა და რა გახდება საჯარო და რა არა, ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ არაფერი იმალება და ჟანრის ლოგიკა და ისტორიული გამოცდილება, რომ არც მოქმედ ქოცებს და არც ცოტა ხნის წინ განქოცებულებს კარგს არაფერს უხადის, ეგ ზუსტად შეგვიძლია ვიცოდეთ. იოსებ სტალინმა კომუნისტური პარტიის მე-17 CSD-ის ყრილობის მონაწილეთა დაახლოებით 70% გაანადგურა, დახრეთ. ეს იყო 37 წელი. 37 წელი არა მარტო ტოტალური შიშისა და ტერორის, არამედ ეგ ფენომენოლოგიურად ეგ იყო. ამიტომაც მე ძალზე და არასასიამოვნო ასოციაციები მაქვს ამასთან დაკავშირებით. ფაქტი სახეზეა, რომ 2024 წლის არჩევნებში ერთ შეკრულ გუნდად წარმოდგენილი ბიძინას ოცნების ქართული კოშმარის გუნდიდან ფაქტებით ვილაპარაკოთ.
ღარიბაშვილ, თამაზაშვილ, ჯანყარაშვილების კახური ეგრეთ წოდებული დაჯგუფება აორთქლებულია ხელისუფლებიდან. ბატონი რიჟვაძე კურნალობას გადის ჩადენილი მცდელობის შემდეგ. დანარჩენები, რაც ამ ქვეყნის ბატონი გომელაური გეთანხმებით აბსოლუტურად და ბატონი ლილუაშვილი გამხრალები არიან ჩვენი თვალსაჩინოდან და მიმდინარეობს ესეთი ახალგაზრდა რაღაცა ესეთი კობახიძე, ოხანაშვილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამ ახალგაზრდა ქართული ამ რეალობის ახალგაზრდა კომკავშირლების რომლებიც სადღაც 2012-14 წლებში დაიწყო გამოზრდა ვისაც გაინტერესებთ ეს რა ტექნოლოგიაა წავიკითხოთ ცხოველების ფერმა როგორ მოაშორა ეგ რაღაც პროცესებს და ერთგული ძაღლების გამოზრდა რო დაიწყო ერთ-ერთმა დუდუმწოვარმა რო თქვა ახლა ხორმა შემერაცხავენ, მაგრამ წავიკითხოთ ცხოველების ფერმა. ყველაფერი ვითარდება ჯორჯ ორუელის კლასიკური ვარიანტით. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის დღეს თორნიკეს ჩამოთვლება, მინდა მას მალე გამიჯობოს. სამართლებრივი პროცესი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სამართლებრივი პროცესი გაგრძელდება ბატონ კახა მაგალითად ელოდებით რომ ინფორმაცია არ მაქვს. ეს ერთადერთი ფრაზაა, რომელიც კახა კალაძემ ამბიდან რამდენიმე დღიანი გაუჩინარების შემდეგ გაიმეტა თორნიკე რიჟვაძისთვის. ამ დრომდე დუმს თითქმის ყველა დეპუტატი აჭარიდან, რომლებიც მრავლად არიან წარმოდგენილი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. თავად აჭარის მაღალჩინოსნების ნაწილმა კი სოციალური გვერდებიდან რიჟვაძესთან ერთად გადაღებული ფოტოებიც კი წაშალა. მაგალითად, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე თუ 4 წლის წინ ამბობდა, რომ რიჟვაძე ეროვნული ლიდერია, ახლა ამბობს, რომ თორნიკეს გარემოცვის წევრი არ არის და კომენტარს ვერ გააკეთებს. ლადოზე გამახსენდა, წლების წინ იმასაც ამბობდა, 20 ივნის გახარიამ სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთაოდა. ნეტა ახლა რას ფიქრობს ამ თემაზე? და ესე გახარიაზე სამხრივად პასუხისგებლობის აკიდება ეს არის მოძალადე ნაციონალური მოძრაობის რიტორიკა და გახარია არის ის ადამიანი, ვინც იმ დღეს სახელმწიფო გადატრიალება, ესე ვთქვათ, აღკვეთა. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, დღეს რომ ლადოს კითხოთ 20 ივნის რა მოხდაო, გახარიასკენ გაიშვერს ხელს, იმიტომ რომ ასეთია რიგითი ქოცის სახე, პროპაგანდა რასაც ჩასწახებს, იმას ამოგძახებთ. ისე როგორც გაირკვა, რომ რიჟვაძის გარემოცვის წევრი თურმე არავინ ყოფილა. ვიღას უნდა კორუფციაში დადანაშაულებული ყოფილი მაღალჩინოსანი. მას დაუთვალეს ყველაფერი, ჩემი ინფორმაცია. აი მაგალითად ყველა ბრენდულ სასტუმროსა თუ კორპუსში გარკვეული წილი აქვს მას. აბსოლუტური უმრავლესობა სამშენებლო კომპანიების რიჟვაძესთან გარიგებული იყვნენ. ზარალო გიორგი რამიშვილი ხო ყველა ვიცით. აი მე დარწმუნებით ვიცი, იქ მომუშავე ადამიანებიდან ვიცი, რომ რიჟვაძეს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს მწვანე კოცხზე აშენებული 10 ვარსკვლავიან სასტუმროში ფართი გადასცა. ძალიან დიდრული რემონტით და ყველაფრით. სასტუმრო ჰილტონში საცხოვრებელი ფართი აქვს იქაც. და ბევრ ასეთ ადგილებში და ეს ყველაფერი დაუთვალეს და წავიდა ვაჭრობა. ასევე მე ვიცი რომ მას თხოვდნენ ინფორმაციას ლილუაშვილთან დაკავშირებით, ღარიბაშვილთან დაკავშირებით, ასევე იმ ადამიანებთან დაკავშირებით, ვისაც ხელი ერია მაგალითად აი ამ ყველაფერში და არ ვიცი ახლა მე ზუსტად ვერ გეტყვით ბატონმა რიჟვაძემ ასე ვთქვათ მიცა ჩვენება მათ წინააღმდეგ თუ არა, მაგრამ დარწმუნებით ვიცი რომ თორნიკე რიჟვაძე საგამოძიებო უწყებებში და პროკურატურაში დამყოფი არ არის. მხოლოდ და მხოლოდ ეს იყო აი ესე ქართულ ჯიგრულ ახლობლურ და ისეთ ურთიერთობების დონეზე რაც წაიღე მოიტანა. ემუქრებოდნენ თუ არა ოჯახით ან რაღაცა სხვა, მე ვფიქრობ ეს მუქარა არ არის საჭირო, იმდენად ბევრი ფაქტებია მის შესახებ და განსაკუთრებით მამამისის შესახებ. ვინ რამდენი წაიღო და ვის რამდენი მოსთხოვეს უკან იმედია ოდესმე თავისუფალი სასამართლოს პირობებში გაირკვევა. ფაქტია რომ აქამდე გავრცელებული ამბები რიჟვაძისა და მისი ოჯახის შევიწროების შესახებ მართალი აღმოჩნდა და ბიძინა ივანიშვილის ხასიათს და მისწრაფებებს თუ გავითვალისწინებთ, როცა ის ფილმეს უპირისპირდება, საქმე ყოველთვის ფულშია ხოლმე. თუმცა პროპაგანდას არც ფაქტები აინტერესებს და არც მათ მიერვე გავრცელებული
გავრცელებული ვითომ სამხილები. რიჟვაძის წერილში, რომელიც პროპაგანდის მიხედვით მეტ და მიპოვა და ხან გამომძიებელს გადასცა და ხან მედიას, ჟურნალისტებისა და თავად ავტორის შესახებ გაკეთებული სიუჟეტების შესახებ არაფერი წერია. თუმცა ივანიშვილის პრემიერი მის თვითმკვლელობამდე მიყვანას მაინც TV პირველს და ფორმულას აბრალებს. სტრესულია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც პოლიტიკით არის დაკავებული, მათ შორის იმ დროსაც, როდესაც აღარ უკავია თანამდებობა, მას აბრალებენ 1000 ტყუილს, ძალიან ხშირად შეურაცხყოფას აყენებენ. ეს არის რა თქმა უნდა ყველას პასუხისმგებლობა, ვინც საქართველოში ცდილობს დათესოს სიძულვი. უამრავი ტყუილი ვრცელდება, არის უამრავი შეურაცხყოფა, უამრავი ცილისწამება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ, რომლებიც ამას აკეთებდნენ. დაგვისახელეთ თუ შეიძლება. მაგალითად ეს არის TV პირველი, მაგალითად ეს არის ფორმულა. ენას ძვალი არ აქვს. თანამდებობიდან თვითონ გაუშვა, პოლიცსაბჭოდანაც თვითონ გარიცხა. როგორც გავრცელებული ხმები ამბობენ, მილიონების დაბრუნებას მისი პატრონი თხოვდა და თურმე მაინც ჩვენ დავსტრესეთ რიჟვაძე. სტრესს რაც შეეხება, თუ ვინმე სტრესავს ამ ქვეყანაში, ეს ქართული ოცნებაა. დარბევებით, ძალადობით, რეპრესიებით, ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებით, დრაკონული და რუსული კანონებით, მუქარებით, დაშინებებით, მოსახლეობის გაღარიბებით და 1000 სხვა მეთოდით, რომელსაც თავისუფალი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. საკუთარი შვილების ჭამაზე გადასული რეჟიმი დიდხანს ვერ გაძლებს. და თუ რამე გვიჩვენა თორნიკე რიჟვაძის ამბავმა, ისაა რომ ოცნების მმართველობა ნამდვილ კოშმარად გადაიქცა არა მხოლოდ მათი მოწინააღმდეგეებისთვის, არამედ მათი წევრებისა და მომხრეებისთვისაც. და ძალიან აშკარაა, რომ რიჟვაძის ეფექტი გადამდებია და რომ სისტემა დეგრადირებს და დეგენერირებს ზიმბარდოს მიერ აღწერილი კლასიკური მოდელით. ყოველი შემდგომი უფრო უარესი იქნება.